მოგესალმებით, რა უნდა თქვა ამ საშინელ კადრებზე მე არ ვიცი, ეს არის სისტემური დანაშაულის ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება, როდესაც რამდენიმე პირი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც უნდა იცავდეს ამ საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ადამიანებს არის ჩართული უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულში და ამავე დროს ბუნებრივია არის ჯგუფურ ძალადობაში ჩართული, რის გამოც საერთოდ უდანაშაულოდ საერთოდ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ადამიანები ყავთ დაპატიმრებული რაღაცა ცალკეული ფრაზების შეკოწიწებული ეგრეთ წოდებული საქმეებით. მათ შორის ჩემი კოლეგა ვეფხვია კასრაძე, ხო წარმოიდგინეთ, მე არა ვარ იურისტი და ამის სამართლებრივ კვალიფიკაციას არ ვახდენ. მე ვამბობ პოლიტიკურად რას ვუყურებთ. მაშინ, როდესაც ადამიანები ცალკეული ფრაზების გამო ყავთ გამოკეტილი ციხეებში, ეტყვეებად, დილეგებში, ხედავთ, რომ ის ხალხი, ვინც რაღაცა მუნდის ატარებს და ამ სახელმწიფოს ღირსებას უნდა წარმოადგენდეს და ჩვენ რა გვიცავდეს და ჩვენი იმედი უნდა იყოს, შეიძლება რომ ცემით მოკლან ქუჩაში. აი ამას უყურებთ ჩვენ დღეს. და ნახეთ, აი ეს ხელისუფლება მოვიდა, ერთ-ერთი მთავარი რა ქონდა, ხო, რაღაცა ხელჩასაჭირა და საბაბად და ლოზუნგად, რომ სისტემური დანაშაულები უნდა დაასრულდეს, რომ ყველაფერი ეხას გამოძიებული და სად მივედით? აი ეს მინდა ყველა კოცმა საკუთარ თავს ჯერ კიდევ რამე ტვინით თუ შეჩინეთ კითხოს. სად მივედით? 2 წლის განმავლობაში ჩადენილი არც ერთი პოლიციური გადასტომა, არც ერთი გარდა იმ რამდენიმე გამონაკლისი სადამსჯელო რაღაცა შოუს გარდა, ხო რაც ახლა გვაჩვენეს ბოლოს, არც ერთი პოლიციური გადასტომა არ არის დასჯილი. არც ერთი ტიტუშკა არ არის დასჯილი. არც ერთი ფორმა და სახე ძალადობის, რომელიც თვითონ რეჟიმის მიერ იყო სანქცირებული და მისი წარმომადგენლების მიერ იყო მათი ხელით ოფიციალურად და დადასტურებულად ჩადენილი, პრაქტიკულად არც ერთი არ არის დასჯილი. და აი ამან მიგვიყვანა აი ამ დღემდე, როდესაც შეიძლება რომ 10 თუ კიდევ მეტი ადამიანი უმოწყალოდ, პრაქტიკულად სასიკვდილოდ იმეტებდეს მოქალაქეს, ვისაც ვიმეორებ, უნდა იცავდნენ, იმიტომ რომ ამისთვის იღებენ ხელფასს, რომ ჩვენ გვემსახურონ და ჩვენ დაგვიცვან. ეს რაღაცა ფუფუნება და პრივილეგია და კომფორტი კი არ არის. მათი ვალდებულება არის, რომ ჩვენ გვემსახურონ და დაგვიცვან. და ძირითადად სამწუხაროდ პოლიცია გადააქციეს იმ ერთელოდ, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკურ სადამსჯელო ოპერაციებში ხომ ჩართული. და ამით პოლიციის იდეას და შინაარსს მიაყენეს ძალიან დიდი შევარდნა და დანარჩენი უკვე სამართლების შეფასებას ჩემი კოლეგა გააკეთებს ძალიან მალე. სხვათა შორის ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი არის თავის დროზე რაც იყო ფუნქცია და რატომაც შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ხო, აი საიას თავმჯდომარის გამოხმაურება ვახსენე, რომელიც თავისივე პოსტში ამასაც წერს, რომ 2025 წელს, როდესაც ეს სამსახური გაუქმდა, რა ინდიკატორი არსებობდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი საჭიროება აღარ იყო. ხო, სწორედ ამ კითხვას ვამს თამარონიანი და უპირველესი ფუნქცია სწორედ საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლა იყო, მისი გაუქმებით დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდა. და აქვე უნდა ვახსენოთ სწორედ 2024 წლის აქციებზე ის სასტიკი ანგარიშწორების ფაქტები, რომელზეც ხელისუფლება მუდმივად გვეუბნება და გვიმტკიცებს, რომ ცალკეული ფაქტები იყო, არა და ასობით ადამიანი საუბრობდა უმძიმესი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და სხვათა შორის წამებასთან გათანაბრებული ქცევა ახსენა სახალხო დამცველმაც მის ანგარიში. ეს ყველაფერი რაღაც თავის კვალს ტოვებს, რომ ამაზე საუბრობენ სწორედ ხელისუფლების კრიტიკოსები და უფლებადამცველები. იზიარებთ თუ არა მას? რასაკვირველი ვიზიარებ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში საერთოდ უკვე 10 წლების განმავლობაში გვაქვს ძალადობრივი კულტურა. ერთი მხრივ ხელისუფლებების მიერ წაქეზებული ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მეორე მხარეს მოქალაქე, რომელიც ხვდება ძალიან კარგად, რომ სისტემა მას არ ემსახურება და არ იცავს. პირიქით, მოქალაქეს ეშინია იმ სისტემის, რომელიც კარგ შემთხვევაში კარგი გაგებით სისტემა მას უნდა მოსწონდეს, უნდა უყვარდეს კიდევაც ზოგ შემთხვევაში. მე რომ სუსი მესმის პირველად, ხო ვთქვათ, ან კრიმპოლი, ან პოლიცია, მე რაღაცა ანტაგონისტური აზრები კი არ უნდა მიჩნდებოდეს, რომ აი რაღაცას მიპირებენ, რაღაცას არ ვღებენ. მე პირიქით რომ მიხაროდეს, რომ ეს ხალხი მე მემსახურება და მე ვაფასებ არაერთი მათგანი შრომას გულწრფელად გეტყვით, იმიტომ ძალიან ბევრი რისკებთან დაკავშირებულ საქმეებში არიან იმისთვის, რომ ჩვენ რომ ღამე ხშირად გვეძინოს და დილით ხშირად აღხვდეს. აი ამისთვის გაისარჯონ. მე ამას ვაფასებ სრულიად გულწრფელად, მაგრამ პოლიტიკური შინაარსი იმ დავალებებისა და კურსისა, რითაც იმართება აი ეს ხსენებული სამსახურები და არა მხოლოდ.
არის გამომპალი. იმიტომ რომ ხალხი, რომელიც არიან მათი მინისტრები, მათი დირექტორები, მათი პოლიტიკური ლიდერშიპი არიან გამომპალი რეალურად. და ამ ხალხისგან არასდროს არაფერი კარგი არ გამოვა და ამ ხალხის ქვეშ არსებული პოლიტიკური სისტემა ვერასდროს კარგი ვერ იქნება. ანუ ისე მივიდეთ პოლიტიკურ საკითხამდე, როგორი ტიპის კულტურა შექმნეს პოლიციის წიაღში, როგორი ტიპის კულტურა შექმნეს სხვა ესე იგი სამართალდამცავი უწყებების თუ ძალოვანი უწყებების წიაღში და აი ეს არის პრობლემა. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს სისტემები პირველ რიგში და ეს ხალხი პირველ რიგში და ძალიან ბევრი მათგანი არის სწორ მხარეს ბრძოლის მათი საქმე არ არის პოლიტიკური პროცესების დაფიქსირება ცხადია ეს კანონითაც ეგზალებათ მაგრამ მე არაერთ მათგანზე ვიცი მათ აქვს სწორი პოლიტიკური შინაარსი სწორი სამოქალაქო შინაარსი და ყველამ ერთად მათ შორის ამ ხალხმა უნდა მოვიშოროთ აი ეს სახადი რომ სისტემა იყოს სხვანაირი სისტემა იყოს გამჭვირვალე მორგებული ადამიანზე რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები კი არ გავაუქმოთ და აბსოლუტურად ვეთანხმები თამარონიანის შეფასებას რაც თქვენ ამოიკითხეთ ამეთ პირიქით მეტი და მეტი სისტემა უნდა შევქმნათ მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის მათ შორის სამოქალაქო ზედამხედველობის და აი ესეთი მაპატია და ცხოველები ვინც დღეს ვახეთ კადრში საერთოდ არ უნდა იყვნენ მთელი ცხოვრება უნდა აეგრძალოთ გარდა რომ პატიმრობაში უნდა მიეცენ ცხადია კანონის სრული სიმკაცრით აი ესეთი ცხოველები საერთოდ უნდა იქნან მოშტობილი სისტემიდან იმიტომ რომ ესენი წარმოადგენს საფრთხეს თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი შვილებისთვის და მთელი ქართული საზოგადოებისთვის რადგან ისინი არიან როგორც ნახეთ პოტენციური მკვლელები და ხვალ ვისცემენ და გადარჩება თუ არა ის ხალხი აი ესეთი კითხვა ნორმალურ სახელმწიფოში არ შეიძლება რომ იდგეს არ შეიძლება ეს რისკ ფაქტორი არსებობდეს და შენ არა თუ არ დააზღვიო ეს რისკ ფაქტორი არამედ საერთოდ აიღო და ის უწყებებიც გააუქმო რომელიც აი ამათრად ცხოველებს საგადის პასუხს უნდა სცემდეს და უნდა იძიებდეს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს რომ ერთ-ერთი ნაცემი პირი ყვება ქართლის ამბებთან რომ შელაპარაკება დაიწყო მას შემდეგ რაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მის მეგობარს პოლიციელების მანქანა დაედევნა ის ცდილობდა დახმარებას თუმცა მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად და რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას რომ ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღი ჰქონდა ეს პირი ამას არ ადასტურებს ნახოთ რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს გრიგოლ ცოტა დრო დაგვრჩა გასაგები მიზეზების გამო შეიცვალა ჩვენი სასაუბრო თემები რაც უნდა ქონოდა შეიძლება დაიჭირო ადამიანი შეიძლება დააკავო თუ გაქვს გონივრული ეჭვი და შესაბამისი მოცემულობა მაგრამ არსად არ წერია რომ მოკლა თუ დასაკავებელი იყო ან გამოსაკითხი კი ბატონო პროცედურა არსებობს სადმე წერია რომ ქუჩაში ცებით მოკალიო ადამიანი და მე აწარმოე გამოძიება რა ქონდა და რა არაო ეს სრული სიგიჟია ასე ამით ვერ გავლენ ფონს აქვე ვიტყვი ეხლავე დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკავებული და დასჯილი ყველა ესპერი კანონის შესაბამისად